სანამ განვაგრძობთ ამ წიგნის კითხვას, ერთი რამ მინდა ვთქვა, ესე იგი, რომ აი ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ რაღაცა სიკეთე შეიძლება მოხდეს და აი ადამიანი რაღაც სიკეთეს აღასრულებდეს, არის განსაცდელები. განსაცდელები ან სიკეთის კეთებამდე და ან სიკეთის შემდგომ. ორივე თავშიც და ბოლოშიც განსაცდელი ერთი მხრივ ემსახურება იმას, რომ ეშმაკისგანაც არის, რომ მან დააბრკოლოს ადამიანი, რომ სიკეთე არ გააკეთებინოს. აი მაგალითად, მოდი ზიარების შემთხვევაში ვთქვათ, რომ სანამ ზიარება მოხდება, შეიძლება რაღაცა სხვადასხვაგვარი დამაბრკოლებელი რამ გამოჩნდეს ჩვენ ცხოვრებაში. ან რომ ეზიარება ადამიანი, მერე იყოს რაღაცა განსაცდელი, რომ მერე გაუფუჭოს ეს რაღაცა ზიარება, ან რაღაცა წამოწყება აქ ადამიანს და რაღაც უნდა რომ წამოიწყოს, რაც მართლაც, რასაც ოღონდ აკეთებს მორჩილებით და ღმერთზე მინდობით. რასაც თვითნებურად აკეთებს სიტყვაზე და უფრო თავისი ვნებების დაკმაყოფილებას ემსახურება, ეს სხვა რამეა. მაგრამ აი რასაც ცდილობს, რომ ღვთის მორჩილებით აკეთოს, იმას ეშმაკი ცდილობს, რომ ხელი შეუშალოს. ან მანამდე და ან გაკეთებულის შემდეგ. ამიტომ აი რატო ამბობ, რომ ხშირად მიფიქრია ხოლმე, რომ რაღაცა განსაცდელი რომ მოყვება ამ თუ იმ საქმეს, ესე იგი კარგი საქმე გამოვა. კარგად გამოვა, ესე იგი, იმიტომ რომ აი ესე არხეინად არ კეთდება რაღაც. წმინდა მამებიც ამბობენ ასეთ რამეს, რომ თუ ადამიანიო სათნოების გზაზეო იოლად მიდისო, ესე იგი რაღაცა აცდა იმ გზას. აი თუ იოლად მოიპოვე ესა თუ ის სათნოება დაუშვათ. რომ განსაცდელი არ გამოგივლია. ესეთ რამეს ამბობენ, რომ სათნოება განსაცდელი თუ არ გამოგატარავ, ესე იგი ის სათნოება არ არისო. აი მაგალითისთვის შეიძლება ითქვას, რომ მაგალითად ადამიანს უნდა რომ აი მარხვის სათნოება შეიძინოს. ის მარხვა აუცილებლად თავშეკავებას უკავშირდება. ზოგჯერ გინდა რაღაც, მაგრამ თავი უნდა შეიკავო. და წმინდა მამებმა როგორ განსაზღვრეს, ესე იგი, აი წესი, საერთო წესი რა არის? აი წმინდა კასიანე რომაელს აქვს 8 მომაკვდინებელი ცოდვის შესახებ საუბრობს. და ესე იგი, იქ როდესაც ნაყროვანებაზე საუბრობს, ასეთ რამეს ამბობს, რომ წმინდა მამათა მიერო დადგენილი არის ერთი ასეთი წესიო, რომ ჭამელმა მანამ უნდა შეწყვიტოს ჭამა, ვიდრე ჭამის სურვილი შენარჩუნებული აქვსო. ანუ ეხლა ჩვენ ერთმანეთისაგან ხო გავსხოვდებით ჩვენი ჯანმრთელობით, ჩვენი აღნაგობით, ჩვენი ცხოვრების წესით დაუშვათ ვიღაცას, აი სიტყვაზე ამბობ, ვიღაცას უფრო მეტი ჯაფა აქვს და მეტი ენერგია ჭირდება, მას კვებაც მეტი ჭირდება. ვიღაცას სხვაგვარი სამსახური აქვს, ის შეიძლება ნაკლებ კალორიულითაც და გავიდეს ფონს, ესე რომ ვთქვათ, სხვადასხვანაირი ცხოვრების წესი გვაქვს, სხვადასხვანაირი ბუნება გვაქვს, ესე იგი, რაც გულისხმობ, რომ აი აღნაგობა ზოგს უფრო მეტი ჭირდება, ზოგს ნაკლები და ესე ზოგად წესად ვერაფერს ვერ დადებ, ისე რომ აი ზომა განსაზღვრო, მაგალითად ამდენი გრამი უნდა ჭამ. ის ვიღაცისთვის მეტიც არის. ვიღაცას ამდენი არ ყოფნის. აი სიტყვაზე, თუნდაც აი დასალევთან დაკავშირებით, ხო? ვიღაცამ შეიძლება 7 ჭიქა მიირთვას და აი როგორც ფსალმუნი ამბობს, ღვინო ახარებს გულსა კაცისასაო. გაიხაროს მისმა გულმა და ამით არაფერი არ დააშავოს. მაგრამ ვიღაცამ 3 ჭიქა დალიოს და აერიოს გონება და მე აღარც ამის გულმა გაიხაროს და აღარც მისი გაშეყოფების გულმა. გააჩნია თვითონ ინდივიდუალურად და
აი ეს ზოგადი წესი ყველასთვის კარგია, რომ იქამდე უნდა შეწყვიტო ჭამა, ვიდრე ჭამის სურვილი გაქვს. სიმაძღრემდე რომ არ მიხვიდე. და თუ ყოველთვის ასე გააკეთებს ადამიანი, აი როგორ ამბობს ძველი აღთქმის სიბრძნე, რომ მართალი მხოლოდ დასანაყრებლად ჭამსო. ბოროტეულთა სტომაქს კი მუდამ ეშიება. ანუ მართალი მხოლოდ იმისთვის ჭამს, რომ დანაყრდეს, ანუ მორწმუნე ადამიანი იმიტომ ჭამს, რომ დანაყრდეს. ბრძენი ზირაქი ამბობს, რომ ესე იგი აი მოსვენებული ძილიო ზომიერ კუჭზეაო დამოკიდებულიო. ვინ ზომიერად იკვებებაო, ესე იგი მას მოსვენებულად დაიძინებს და დილით ადრე ადგებაო და მასთანაა მისი სულიო, ანუ უფრო ხიზლად ადგებაო. შეიძლება ჩვენს გამოგვიცდია, რომ ესე იგი აი თუ თავშეკავებით ყოფილვართ და ისე დაგვიძინია, დილით ადგომაც იოლია და უფრო ხიზლად ხარ. თუ შუაღამემდე მოგიწია რაღაცა სუფრასთან ყოფილიყავი, თუნდაც სასმელი არ დაგელია, ის მაინც გამძიმებს და დილითაც ძნელია რო ადგება. დილის ლოცვაც უფრო ისეთი სიფხიზლით ვეღარ აღესრულება. თან ისეთი რამეა, როგორც მინდა იოანესინელი ამბობს, საცდურიო თვალიდან შემოდის. აი სუფრასთან ზიხარ, ალბათ ჩვენც გამოგვიცდია. იცი რომ აღარ გშია საჭმელი, აღარაფერი არ გინდა, მაგრამ თვალი იმას დაინახავს, იმას, ხან იმას მოიციცკნი, ხან იმას და უკვე საერთო ჯამში გამოდის კარგად ვლომად, ისე რომ ადამიანი დამძიმებული დგება სუფრიდან. სუფრასთანაც იმარხულე უწმინდა მამები ამბობენ. სუფრასთანაც იმარხულე. შეიძლება სულაც ხსნილი იყოს, მარხვა არ იყოს, მაგრამ თავშეკავებით უნდა იყოს ადამიანი, ამაზეა საუბარი. და მით უმეტეს ახლა ქრისტეშობის მარხვა იწყება. აი ორ დღეში უკვე პარასკევიდან ქრისტეშობის მარხვა დაიწყება. და ჩვენ ესე იგი რაღაცა მაინც და მაინც ნაირ-ნაირი საჭმელები არ უნდა ვეძებოთ ამ მარხვის დროს. რაც უფრო მეტად თავშეკავებით იქნება ადამიანი, მით უკეთესი მისთვის. სხვა არის, როდესაც ის აღმოჩნდება სადღაც სუფრაზე. ისეთ სუფრაზე, რომ ეტყობა, რომ ესე იგი ჩვენც გავვითვალისწინეს, რაღაცა გააკეთეს სამარხო ჩვენთვის გემრიელი. ახლა იქ ვერი უკადრისებ და იქ მადლიერებით უნდა მიიღო, მაგრამ თუ მარტო ხარ, იქ შეგიძლია, რომ უფრო მეტად თავშეკავებით გაატარო. მაგრამ სამწუხაროდ ზოგჯერ პირიქით გვემართება ხოლმე. ჩვენ სადღაც თავს გამოვიდებთ, რომ ჩვენ არ ჭამთ და მარხვაზე ვართ და მარტო რომ დავრჩებით, მერე გიყვარდეს. ხო და ეგეც არ არის სწორი. ეგეც არ არის სწორი. გახსოვთ წმინდა აბა ზოსიმეს სულის სასარგებლო სწავლანს კითხულობდით და ეხლა რასაც წავიკითხავ ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ესე იგი. ყველაფერი რაც აქამდე წავიკითხეთ, მაგრამ ერთხელ განაგრძო აბა ზოსიმემ იმ მონაზონთან, რომლებიც მონასტერში ჩემთან ერთად ცხოვრობდნენ და ჩემგან მიიღეს ანგელოზებრივი სქემა, ანუ ამისგან აღიკვეცნენ ბერად, ამან აღკვეცა ბერად, ანგელოზებრივი სქემა. ერთი ძმა, რომლის მიმართაც მისი სუსტი აღნაგობის გამო შემწყნარებლობას ვიჩენდი, ფრიად წარემატა სათნოებაში. ერთ დღეს მითხრა: მამო, ძალიან მიყვარხარ. მე უპასუხე: ჯერ არ შემხვედრია კაცი, ისეთი სიყვარული ჰქონოდა ჩემდამე, როგორც მე მის მიმართ. აი შენ მეუბნევი მიყვარხარო და მწამს კიდეც, მაგრამ თუ ისეთი რამ მოხდება, რაც შენ არ მოგეწონება, აღარ იქნები ისეთი, როგორიც ახლა ხარ. ხოლო მე როგორი უსიამოვნებაც არ უნდა შემომთხვიო, შენდამი სიყვარული არ გამინელდება. არ გასულა დიდი ხანი და არ ვიცი რა დაემართა, იმ ძმამ ჩემზე აუგის თქმა დაიწყო. ხშირად უწმაწურ სიტყვებსაც კი ხმარობდა. მე მესმოდა ყველაფერი, მაგრამ ვამბობდი.
ის ჩემი ქედმაღალი სულის განსაკურნებლად ღვთისგან გამოგზავნილი შანთია. პირფერობა და ქება ვნებს ადამიანს, გაკიცხვას კი სარგებელი მოაქვს. მთავარია სულიერი სიფხიზლე ჰქონდეს. ასე რომ ის ძმა ნამდვილად ჩემი კეთილის ყოფილია, რომელიც ამას ლანძღავდა. ლოცვებში ვიხსენებდი მას, როგორც ჩემ კურნალსა და კეთილის ყოფილს, ხოლო მათ, ვისაც ჩემთან ძმის სიტყვები მოჰქონდა, ვეუბნებოდი. მან ხოლო ჩემი გარეგნული საქმეები იცის. ისიც მხოლოდ ნაწილი, ჩემი დაფარული წოდები კი აურაცხელია. სხვადასხვა ჩვენ დილის ლოცვებს რო აღასრულებთ, იქ არის ერთი ასეთი მუხლი, მოძულათა და მაჭიროებელთა ჩვენთათვის. ხო არის ასეთი და ეგ ტყუილად კი არ არის, ეგ მექანიკურად კი არ უნდა შეასრულოს ადამიანი. აი თუ არის ჩვენ ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, ვინც ჩვენ ცხოვრებას გვირთულებს, ვის გამოც რაღაცა პრობლემები გვაქვს, ის კი არ უნდა დავწევლოთ, ესე იგი კი არ უნდა ვაგინოთ და აი ის უნდა მოიხსენო იმ ლოცვაში, უნდა ილოცო მისთვის. ზოგს გონია რომ ესე იგი მე რო ვილოცებ, ის ბოროტებაში გაძლიერდება, ანუ მას გავაძლიერებო ჩემი ლოცვით. არა, იქ როგორ რას ვთხოვთ უფალს, რომ მოაქციოს იმ ურჯულოებისაგან, ბოროტებისაგან, სინანული მისცეს და გადაარჩინოს და აწყონოს, გონება გაუნათოს, ანუ შინაარსი ეს არის. და ჩვენ აი ამისთვის უნდა ვევედრებოდეთ უფალს. და ნახავს ადამიანი, რომ ბევრი რამე სასიკეთოდ შეიძლება. თუ მართლა მთელი გულით იმ ადამიანისთვის ლოცულობს. აი როგორც ეს ამბობს, ვიხსენებდიო ლოცვებშიო და შედეგსაც ნახავთ ბოლოს. კარგა ხნის შემდეგ ძმა კესარიაში შემხვდა. მოვიდა ჩვეულებისთან, გადამეხვია და სიყვარულით მომიკითხა. მეც მოვიკითხე, თითქოს არაფერი მომხდარიყო. მთელი იმ დროის განმავლობაში მე რომ ლანძღავდა, სადაც შემხვდებოდა, ყოველთვის გულიანად მომიკითხავდა. ანუ ზოგს უკან ლანძღავდა, ისე კი არის. არც მე მიგრძნობინებია მისთვის რაიმე ეჭვი ან გულის ტკენა, თუმცა კი ყველაფერს გებულობდი, რასაც ჩემზე ამბობდა. ამჯერად კი იგი ფეხებში ჩამივარდა და მითხრა: მომიტევე მამაო, ღვთის გულისათვის, რადგან ბევრი საშინელი რამ წამოორոշე შენზე. მაშინ სიყვარულით გადავეხვიე მას და ხუმრობით უთხარი: გახსოვს, როცა მითხარი, მამაო, ძალიან მიყვარხარ და მე გიპასუხე: ჯერ არ შემხვედრია კაცი ისეთი სიყვარული ჰქონოდა ჩემდამი, როგორც მე მის მიმართ. აი შენ მეუბნები მიყვარხარო და მწამს კიდეც, მაგრამ თუ ასეთი რამ მოხდება, რაც შენ არ მოგეწონება, აღარ იქნები ისეთი, როგორიც ახლა ხარ. ხოლო მე, როგორი უსიამოვნებაც არ უნდა შემომთხვიო, შენდამი სიყვარული არ გამინელდება. მერწმუნე, არაფერი გამოპარვია, რაც ჩემზე თქვი. ყველაფერი შევიტყვე, სად და ვისთან თქვი. არასდროს მithქვამს, ცრუობს მეთქი. არც სურვილი გამჩენია შენზე ცუდად მელაპარაკა, არ შემიწყვეტია ლოცვებში შენი მოხსენება. და ბოლოს, აი, ჩემი შენდამი სიყვარულის ნათელი მაგალითი. ერთხელ ძალიან ამტკივდა თვალი. ნახეთ, ეხლა რასაც ამბობს, ეს ძალიან დიდი სულიერი სიმაღლეა. განა მარტო ის, რომ ამისთვის ლოცულობდა, ამაზე აუგს არ ამბობდა, ესე იგი ყველაფერი იცოდა, რასაც მის მიმართ აკეთებდა და არც კი უგრძნობინებია, რომ მე ვიცი, რომ შენ ამას აკეთებ ჩემზე. ეს ყველაფერი ხო, მაგრამ ამაზე უფრო აღმატებულს ეხლა ამბობს. მაშინ, ანუ როდესაც თვალი ამტკივდა, მაშინ შენ გამახსენდი. თვალზე ჯვარი გამოვისახედავ თქვი. გუფალო იესო ქრისტე, გამკურნე იმ ძმის ლოცვით და მაშინვე გამიკურნეო. ანუ იმ ძმის ლოცვით მე რომ ლანძღავს, მისი ლოცვით გამკურნეო და მაშინ აი სიმდაბლეს რამხელა მნიშვნელობა აქვს. ეს მოხდა იმ ძმასთან დაკავშირებით. ნეტარი ზოსიმე ხშირად ამბობდა, ჩვენ ადამიანებმა სრულიად დავკარგეთ გონება, რადგან არც ერთმანეთის სიყვარული ვიცით, არც პატივისცემა. საკმარისია განრისხებული ან დამწუხრებული მოყვასი იტვირთოს ვინმემ, იგი მაშინვე გონს მოეგება. გააცნობიერებს, რომ ძმა მისდამი მოთმინება გამოიჩინა და სიცოცხლესაც კი გაწირავს მისთვის.
ნეტარ ზოსიმეს ერთი ძმა გაახსენდა, რომელმაც უთხრა, რომ ძალიან მშვიდი მოძღვარი ჰყავდა და არწმუნებდა, რომ მისი სასწაულებისა და დიდი სათნოების გამო მთელი ქალაქი პატივსცემდა მას, როგორც ღვთის ანგელოზს. ერთხელ ეშმაკისგან წაქეზებული ერთი ძმა მივიდა იმ ბერთან და ყველას თანდასწრებით საშინლად შეურაცხო. ბერი მშვიდად იდგა, ძმის სიტყვებს ისმენდა და უთხრა: შენ პირს შაქარი, ძმაო ჩემო. ის კი გაშმაგებით განაგრძობდა: დიახ, უკეთურო ბებერო, ამას იმიტომ ამბობ, რომ სხვებთან მშვიდი გამოჩნდა. ბერმა კი უპასუხა: მართალია, ძმაო, რასაც ამბობ. მოგვიანებით მეორე ძმამ ბერს კითხა: მამაო, როცა შეურაცხყოფა მოგაყენეს, არ აღშფოთდი? არა, პირიქით, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ჩემს სულს ქრისტე იფარავდა, უპასუხა ბერმა. მართლაც, განაგრძო ნეტარმა ზოსიმემ, მადლიერება გმართებს მათი, რომლებიც შეურაცხყოფენ. და ევნებულმა კაცმა მკურნალად მიიჩნიოს იგი, რომელიც მისი სულის წყლებს კურნავს. ხოლო თუ მიაღწია უნებლობის საზომს, კეთილის ყოფლად მიიღოს, რომელიც სათა სასუფეველის მოპოვებაში ეხმარება. ერთხელ, როცა ჯერ კიდევ ტიროსის მონასტერში ვიყავი, უდაბნოში წასვლამდე ბერთა გამონათქვამების კითხვის დროს ერთი სათნო ბერი გვესტუმრა. ნეტარ ზოსიმეს ძალიან უყვარდა მათი კითხვა და გულმოდგინედ ეწაფებოდა, მათგან შეეძინა თითოეული სათნოება, ანუ ბერების გამონათქვამი, მამების გამონათქვამი. კითხვისას მივედით იმ ადგილას, როცა ერთ ბერთან ავაზაკები მივიდნენ და უთხრეს: მოვედით, რომ ყველაფერი წავიღოთ, რაც კი სენაკში გაქვს. ბერმა უპასუხა: შვილებო, წაიღეთ, რაც გინდათ. მაშინ მათ ყველაფერი აიღეს და წავიდნენ, მაგრამ ერთი პატარა თოხი დარჩათ. ბერმა აიღო თოხი, ავაზაკებს დაედევნა და შეძახა: შვილებო, ესეც წაიღეთ, დაგავიწყდათ და ჩემს კელიაში დაგრჩათ. ბერის ძვირუხსენებლობით გამციფრებულმა ავაზაკებმა მოპარული ნივთები ბერის სენაკში დააბრუნეს, მოინანიეს და თქვეს: ეს ნამდვილად ღვთის კაცია. როგორც კი ეს ადგილი ამოვიკითხეთ, სტუმარმა ბერმა მითხრა: იცი მამაო, ამბავმა ახლა რომ წაიკითხე, დიდი სარგებელი მომიტანა. როგორ მამაო, კითხე მე? ადრე, როცა იორდანის მიდამოებში ვცხოვრობდი, ეს თხრობა წავიკითხე, ბერის საქციელით აღთოვანებული დავრჩი და უფალს თხოვე. უფალო, რადგან ღირს ყავ ასეთი სათნო ბერების დარად ანგელოზებრივი სქემის მიღებისა, იმისი ღირსიც გამხადე, რომ მათ ნაკვალებს გავყვე. არ გასულა 2 დღე, რაც ამ ხურვალე წადილით აღძრულმა უფალს თხოვნით მივმართე და აი, ავაზაკებიც მომადგნენ. როგორც კი კარზე დააკაკუნეს და მივხვდი, რომ ავაზაკები იყვნენ, ჩემთვის თქვი: დიდება ღმერთს. ჩემი წადილის განხორციელების დრო დადგა. გავაღე კარი და სტუმრების სიხარულით მივიღე. მაშინვე ლამპარი ავართი, ავაზაკებს ნივთები უჩვენე და უთხარი: ნუღელავთ, არაფერს დაგიმალავთ. მათ მკითხეს, მქონდა თუ არა ოქრო. დიახ, 3 ოქროს მონეტა მაქვს, უპასუხე და მაშინვე ზარდახშა გავხსენი. მათ მონეტები აიღეს და მშვიდობით წავიდნენ. მაშინ მე, განაგრძო ნეტარმა ზოსიმემ, ბერს ხუმრობით ვკითხე: ისინიც დაბრუნდნენ უკან, როგორც იმ ბერის შემთხვევაში მოხდა? ღმერთმა დამიფაროს, არც მქონია სურვილი, რომ დაბრუნებულიყვნენ. ნეტარმა ზოსიმემ დაასრულა: აი რა იყო ბერის წადილი და რა მოიპარა შინაგანი მზადყოფნით. არა მარტო არ დამწუხრებულა, არამედ გაუხარდა კიდეც, ასეთი სიკეთის ღირსი რომ შეიქმნა. სანამ ის ბერი მოვიდოდა, განაგრძო ამბა ზოსიმემ: ვამბობდი, რომ თუ ძმის მიმართ მოთმინებას გამოვიჩენთ, როცა ის განრისხებულია, მას ცხონების გზაზე დავაყენებთ. ახლა მინდა გიამბოთ, რაც ნეტარი იღუმენის სერგისგან მოვისმინე. მან ასეთი რამ მიამბო: ერთხელ, როცა ერთ სათნო ბერთან ერთად მივდიოდით, გზა აგვებნა. ამ გაუგებრობაში სიარული განვაგრძეთ და დათესილ ყანაში აღმოჩნდით, სადაც ჩვენ და უნებურად ცოტა გავთელეთ კიდეც ნათესი. როგორც კი იქ მომუშავე მიწათმოქმედმა ეს დაინახა, სასტიკად განრისხდა და გინება დაგვიწყო. განა თქვენ მონაზვნები ხართ? განა თქვენ ღვთისმოშიშნი ხართ?
ღვთის შიში რომ ქონოდა და ღმერთი თვალწინ ყოლოდათ, ასეთ რამეს არ იკადრებდით. ღვთის გულისათვის ხმა არავინ ამოიღოს. გაგვაფრთხილა ჩვენმა თანხლებმა ბერმა და მიწათ მოქმედს მშვიდად უპასუხა. მართალს ამბობ, შვილო, ღვთის შიში რომ ქონოდა, ამას არ გავაკეთებდით. თუმცა განრისხებული გლეხი კვლავ განაგრძობდა ჩვენს გინებას. ბერი პასუხობდა, მართალი ხარ, ნამდვილი მონაზვნები რომ ვიყოთ, ამას არ ჩავიდენდით, მაგრამ ღვთის სახელით მოგვიტევე. ბერის პასუხმა მიწათ მოქმედი განაცვიფრა, ფეხებში ჩაუვარდა და უთხრა, ღვთის გულისათვის შემინდე მამაო და შენთან ერთად წამიყვანე. და მართლაც მიწათ მოქმედი ჩვენთან ერთად წამოვიდა და მონაზვნის სქემა შეიმოსა. აი, განაგრძო ნეტარმა ზოსიმემ, რისი გაკეთება შეძლოს სათნო ბერის სიმშვიდემ და კეთილგანწყობამ ღვთის შეწევნით, ღვთის ხატად შექმნილი სულის ცხონება, რომელიც ღვთის წინაშე მთელ ხილულ სამყაროზე უფრო ძვირფასია. ერთხელ როცა ამბა ზოსიმესთან ვიყავი, მითხრა, წაგვიკითხე რამე წმინდა წერილიდან. დავიწყე სოლომონის სიგავების კითხვა და მივედი იმ ადგილას, სადაც წერია, მრავალსა ზედა შეშასა აღატყდების ცეცხლი, ხოლო სადა არაა გულმწყრალი დაყუდებულ ლალვაა. მაშინ მე ამბავს ვკითხე, მამაო, რა იგულისხმება ამ ფრაზაში? მან კი მიპასუხა, შეშა აღვივებს ცეცხლის ალს, მაგრამ თუ საკმარისად არ დაადებს, ჩაქრება. ასევეა ვნებათა მიზეზიც, თუ მიზეზს მოიკვეთ, ნება აღარ იმოქმედებს. მაგალითად, აბა მოსე ამბობდა, ბრუშობის მიზეზებია ზედმეტი ჭამასმა, გადაჭარბებული ძილი, უქმობა, გართობა, უქმად მეტყველება და დიდებული სამოსელი. მანვე თქვა, მრისხანების მიზეზებია აღებ მიცემა, საკუთარი ნების აღსრულება, სხვებისთვის ჭკუის სწავლება და ფიქრი იმისა, რომ გონიერები ვართ. თუ ამათ მოვიკვეთ, ნებები უძურდებიან. ამას გვასწავლის აბა სისოს ნათქვამი, როდესაც მას ძმამ ჰკითხა, მამაო, რატომ არ მშორდებიან ნებები? ბერმა უპასუხა, მათი ჭურჭელი შენში, ანუ ნებების მიზეზები. მიეცი მათი წინდი და მოგშორდებიან. გულფიცხი კაცი ვერ მშვიდდება და ჩხუბს აგრძელებს. იგი არ ჯერდება ქიშბს, არამედ საკუთარ თავს მრისხანებისთვის აღაგზნებს. ანუ თუ კაცი მრისხანებით გაცეცხლდება, მაგრამ მაშინვე გონს მოეგება, საკუთარ თავს განიკითხავს და ძმას, რომელსაც გაუწყრა პატიებას თხოვს, ის გულფიცხი არაა. ასეთი კაცი აღარ გააგრძელებს ქიშბს, რადგან საკუთარი თავი განიკითხა და ძმასაც შეურიგდა. ასეთი ადამიანისთვის, როგორც ადრე ვთქვი, უცხოა ჩხუბი, ხოლო კაცს, რომელიც განრისხდება და საკუთარ თავს კი არ განიკითხავს, არამედ უფრო მეტად ფეთქდება, არ ნანობს რისხვას, არამედ მხოლოდ იმას, თუ რატომ არ თქვა იმაზე მეტი, რაც ძმის წინააღმდეგ წამოროშა, გულფიცხი ეწოდება. ასეთი ადამიანი მუდამ ჩხუბობს, რადგან მასზე ბატონობს ძვირის ხსენება, წუხარება და უკეთურება. დაეგვიხსნა სუფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რომ ასეთებს მივემსგავსოთ და ღირსი გავხადოთ მშვიდთა და მდაბალთა დასში აღმოჩნდეთ. აბა ზოსიმე ხშირად აღნიშნავდა, რომ საჭიროა განსაკუთრებული სიფხიზლე და გონიერება, რათა ეშმაკის მრავალგვარ ხრიკებს გაუმკლავდეთ. რადგან ზოგჯერ არაფრის გამო აღაშფოთებს კაცს მაშინ, როცა სხვა დროს მართებულ საბაბს იშველიებს, რათა მავანს ეგონოს, რომ ჯეროვნად განურისხდა მას. მრისხანება სრულიად უცხოა მათთვის, ვისაც ჭეშმარიტად სწადია წმინდანთა გზაზე შედგომა. როგორც მაკარი დიდმა თქვა, მონაზვნისთვის უცხოა მრისხანება, უცხოა მოყვასის დამწუხრება. ერთხელ ერთ ნიჭიერ კალიგრაფს რამდენიმე წიგნი შეუკვეთე. როგორც კი მან გადაწერა დაამთავრა, შემომითვალა დავასრულე გადაწერა, როცა გინდოდეს გამოგზავნე ვინმე და წაიღე. ერთმა ძმამ, რომელმაც ეს გაიგო, ჩემი სახელით კალიგრაფთან მივიდა. ფული გადაუხადა და წიგნები წაიღო. მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. მწერალთან ძმა გავგზავნე, თან წერილი და ფული გავატანე, რათა წიგნები წამოეღო. მიხვდა თუ არა კალიგრაფი, რომ პირველმა ძმამ მოატყუა, განრისხდა და თქვა, ახლავე უნდა წავიდე და ორმაგად ვაზღვევინო იმის გამო, რომ სასაცილო დამიგდო.
და თან სხვისი ნივთები წაიღო. ეს რომ გავიგე შეუთვალე. შენ იცი ძმაო, წიგნებს იმიტომ ვიძენთ, რომ მათგან სიყვარული, სიმდაბლე, სიმშვიდე ვისწავლოთ. მაგრამ თუ ამ წიგნების გამო ქიშპი და ჩხუბი დავიწყეთ, საერთოდ არ მინდა. თავარია ქიშპს ვერიდოთ. ხოლო მონისა უფლისა არა ჯერ არს ლალვაი. ანუ ღვთისმონა არ უნდა ჩხუბობდეს. ასე წიგნებზე უარის თქმით, ძმა შფოთს განვარიდო. აი რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ ადამიანი რა განწყობით უნდა იყოს მეორე ადამიანის მიმართ. თუ ეს სამონაზვნო ცხოვრებაში ასე ხდება, ასეთი იქ შედარებით თავისთავადწყალიან მცირე მაგალითები, ერში ასეთი მაგალითები უფრო მეტია. აი ამ ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში და შესაბამისად ასპარეზიც უფრო მეტია, რომ იგივე განწყობით აქ იმოქმედო. ვიღაცა შეურაცხყოფს, შენ სიკეთით უთხრა, მშვიდად უთხრა, ეს ადვილი არ არის. ამას შრომა ჭირდება. ამიტომ აი ადამიანი თავის სულიერ მდგომარეობას უნდა აკვირდებოდეს. აბა დღეს როგორ მოვიქეცი, დღეს როგორ ვიბრძოლე იმ ასპარეზზე, რაც უშუალოდ ჩემი საბრძოლია. მერე ხვალად დააკვირდი, აბა დღეს ჩვენი საბრძოლი რა არის? ჩვენ ყველას ხო სხვადასხვაგვარი უნებები გვაქვს, ესე იგი, ყველას ერთნაირი ხო არა გვაქვს. ვიღაცას ასეთი, ვიღაცას ისეთი და ჩვენ ყველაზე უკეთ ჩვენ ვიცით რა უნებაც გვაქვს, თუ აკვირდებით ჩვენს თავს თავისთავად. და ამიტომ ის საბრძოლი რაც ჩვენ გვაქვს, ეს ჩვენი მოსაგებია ღვთისმადლით, რა თქმა უნდა, მაგრამ ის ჩვენი საბრძოლი, ამას ჩვენს მაგივრად ვერავინ ვერ გააკეთებს. ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, ანტონი დიდიც რო იყოსო, შენი მოძღვარი და შენზე ლოცულობდე, შენ თუ არ გაანძრიე ხელი, არაფერი არ გამო. და უნდა ვაკვირდებოდეთ ჩვენს თავს, არ უნდა დასჯერდეს ადამიანი, მხოლოდ იმით არ უნდა იყოს დაიმედებული, რომ აი მე ხო ლოცულობ, ხო მარხულობ, ხო ამბობ ახსარებას, ხო ეზიარები. არამედ ის ლოცვაც, მარხვაც, ახსარებას და ზიარებას ყოველ დღიურად თუ არა ყოველ რაღაცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ხარისხს უნდა იმატებდეს. ჩვენი ახსარება ხარისხს უნდა იმატებდეს. ჩვენი დამოკიდებულება წოდების მიმართ და ღვთისმცნების აღსრულების მიმართ უფრო ფაქიზი უნდა გახდეს. ჩვენი სინდისი უფრო მახვილი უნდა გახდეს, უფრო ბასრი უნდა გახდეს. და შეიძლება გარეგნულად ჩვენ ერთი და იგივე რამეს აღვასრულებდეთ. აი ხა მონაზვნის ცხოვრებას რომ შეხედო. ერთი და იგივე დროს დგება, ერთი და იგივე დროს ლოცულობს, ტრაპეზი აქვს, თუ მორჩილების საქმე აქვს, თუ მერე ისე ლოცვა აქვს, მერე ისე დაიძინებს თუ სხვა, თავისი პირადი კანონი აქვს. რომ შეხედო, გარეგნულად შეიძლება არაფერი არ შეიცვალოს. მაგრამ ეს დინამიკა შიგნით არის, სულში ხდება ეს ზრდა. და ჩვენ ცხოვრებაშიც ესე. ჩვენ შეიძლება აი ამ ყოველდღიურ რუტინას აღვასრულებთ, მაგრამ შინაგანად ადამიანი უნდა აკვირდებოდეს თავის თავს, რომ იზრდება თუ არა. ანუ მოემატა რაღაც თუ პირიქით რაღაცას უფრო უარესად აკეთებს. და ეს შეიძლება ბოლომდე თავად ჩვენ ვერ გავიგოთ. ამიტომ ჩვენ ყოველთვის მოძღვართან უნდა გქონდეს კავშირი. აი მე ჩემს მოძღვართან უნდა მივდიოდე, ვეუბნეოდე, აი მე ასე ვარ, აი ეს ცოდვა დამემართა, აი ამასთან დაკავშირებით ასე ვფიქრობ, იქიდან რჩევა ვიკითხო. აი ესე და ის გაიგებს უფრო მეტად ჩემს სულიერ მდგომარეობას. და რაღაცა რჩევას მოგცემს, რაღაცა ჩვენ გავითვალისწინებთ მერე და რაღაცა ესე ხდება წინსვლა. და თუ ადამიანი თავის თავს არ აკვირდება, მაშინ ვერც იპოვის იმას, დღეს რა გააკეთა და ხარ როგორ გააკეთა და ზეგ როგორ გააკეთა. თუ არ შეადარე, თუ არ გამოიკვლიე, თუ არ იპოვე ის წყლული, რა სადაც გვიჭირს, მაშინ იმის განკურნება რანაირად უნდა მოხდეს. წმინდა მადლობა ღმერთს, წმინდა პაისიზე გვიამბეთო, გთხოვთო. ამ ბოლოს იმდენი რამ გამოვიდა წმინდა პაისი ათონელზე, რომ სხვათა შორის ახლა იმედის არხზე გადის, რამდენადაც მე ვიცი. დამთავრდა?
ხო, მე არ მიყურებია. ერთი რაღაცა ჩემი პირადი მოსაზრების გამო ვერ უყურე სიმართლე რომ გითხრათ. არ ვიცი, მე ვიტყვი და შეიძლება თქვენ ან დამეთანხმოთ ან არა, ეს გემოვნების საკითხი. რაღაცა ის გახმოვანებული ძალიან მომწონდა და თითქოს ის თბილი საუბარი აქ ვერ დავინახე. აი მათ პირველად ვინც გაახმოვანეს, რაღაც ის უფრო გულთან ახლოს მოვიდა. ის რაც ინტერნეტში იდებოდა. არა, ცუდი იყო მეთქი მე არ ვამბობ, მაგრამ შეიძლება ყური რომ იმას შეეჩვია. აქ ცოტა ეს უფრო პროფესიონალურად იყო გახმოვანებული, როგორც ჩანს. რამდენიმე ახმოვანებდა და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ სუბიექტური დამოკიდებულებაა. ეს ძალიან სხვადასხვის პირველი წიგნი, რაც აი ეს სულიერი საკითხების შესახებ მე ავიღე და კითხვა დავიწყე, მაშინ თან წმინდანად არ იყო შერაცხილი წმინდა პაისი, აი ზუსტად ეგ წიგნი იყო. შეგნებულად კი არა რომ ვიცოდი რომ ასეთი, არა უბრალოდ აი თვალმა დაინახა, წმინდა პაისი ათონელის ცხოვრება, თან სქელი რომ ხო არის პატარ-პატარა, ესე იგი მოკლედ მოთხრობილი ცხოვრებები ხო არის, მაგრამ ეს რაღაცა მთლიანი წიგნი რო იყო, ალბათ მაგანაც მიმიზიდა პატარაობაში ვამბობდა. აი ეს წიგნი შევიძინე და ამას კითხულობდი ხოლმე, ძალიან მიყვარდა მისი ნაწერების კითხვა და რა ვიცი, მე იმას ვიტყვი წმინდა პაისი ათონელზე, რომ რა დიდებული ოჯახი ჰქონდა, ესე იგი და რამხელა მნიშვნელობა აქვს ოჯახს. ოჯახს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხო და აი დამოკიდებულება თვითონ იმ მამისა, ის მამა ძალიან დიდი გმირი კაცი იყო, ახლა ფილმში კიდე ბევრი რამე არ ჩანს. აი წიგნს რო წაიკითხავთ, კიდე ბევრი რაღაცა ჩანს, სხვადასხვა ცნობები, ძალიან ღირსეული კაცი იყო ეს მამა და შვილებიც ასეთი რომ ღირსეული ყავდა. მით უმეტეს აი პატარა არსენი, ხო? დედა როგორია ღვთის მოშიში მორწმუნე, ბებია როგორი და ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს. აი როგორ ლოცვას პატარაობიდან ასწავლიდნენ, ეს მათი ძალიან დიდი დამსახურებაა და რა თქმა უნდა მათი მოძღვრის, რომელიც აი ეხლა ხან იყო სხვათა შორის ხსენება წმინდა არსენ კაბადოკიელის. რა დღე იყო? ორშაბათი, აღარ მახსოვს რა დღე იყო, აი მაშინ იყო მისი ხსენების დღე. შეგვეწიოს იმ წმინდა ადამიანის მეოხება ღვთის წინაშე. და მე იმას ვიტყვი, რომ ჩვენ უნდა მივბაძოთ, ესე იგი, ასეთ ადამიანებს. უნდა მივბაძოთ, ეს მართლა ჩვენი დროის ძალიან დიდი მოღვაწე იყო და ისევე როგორც წმინდა მამა გაბრიელი. თანამედროვენი იყვნენ. ერთი თუ არ ვცდები, წმინდა პაისი 95 წელში გარდაიცვალა და წმინდა მამა გაბრიელი 94-ში. ან პირიქით, ეს ორი წელი შეიძლება ამერიოს. 15-ში. კი. აი ეგორი ასაკი, მაგრამ აი ერთი რო ამ წელს და მეორე იმ წელს, და ორი ბუმბერაზე ადამიანი ერთი და იგივე დროს მოღვაწეობდა და ხო. ხალხი რომ ქათამს წირავენ და კლავენ, ან სხვას აიყვანენ და სწირავენ გიორგობას, მინდა ამ თემაზე გამოთქვა თქვენი აზრი. ამ თემაზე ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, მაგრამ მორჩილების გამო კიდევ ერთხელ გამოთქვამ. არც ქათმის და არც ხრის დაკლა არ არის ცოდვა და არ არის დანაშაული, მაგრამ ქათამის და ხრის თუ მოზვერის თუ რაღაცა ბიზონის შეწირვით არ გამოიხატება ჩვენი ქრისტიანობა. არ უნდა იყოს და ადამიანი დაიმედებული, რომ აჰა ეს ხო გავაკეთე და წმინდა გიორგის დღესასწაულის სხვა რამ არის, ესე იგი, აი ადამიანი უნდა გაეცნოს წმინდა გიორგის ცხოვრებას. აი წარმოიდგინოს, რომ წმინდა გიორგი ის რო დღეს ეცხოვრა ეხლა. წმინდა გიორგი ესე აღნიშნავდა? აი ვინმე დღესასწაულს ეს მარტო ყურის ჭამით, ქეიფით, რაღაცა ცუის და
თუ ის იქნებოდა პირველი მარხველი, პირველი მლოცველი, ღვთისმცნებების აღმასრულებელი, ერთგული ღვთისა და ერთგული თავის სამშობლოს, ერთგული ადამიანისა, ერთგული ღვთისმცნებებისა, იმიტომ რომ ღვთისმცნებებით ჩანს ადამიანი როგორ ერთგულებს ღმერთს და ეს თავად უფალ მოგითხარ, ვისაც მე უყვარვა, რომ ჩემი ცნებები დაიცვასო. და წმინდა გიორგის აი ამაში უნდა მიბაძოს ქართველმა ადამიანმა. საქართველოს ხო ყველაზე მეტად ეს წმინდანი შეიყვარა, ეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ აი წმინდა გიორგის მიმართ განსაკუთრებული სასოება აქვს. რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს. ერთ-ერთი ის, რომ წმინდა გიორგის მებრძოლი იყო და ჩვენც ბრძოლაში ვიყავით. რაღაცნაირად აი ამითიც ძალიან ახლოსა ვართ, ესე იგი და წმინდა გიორგი ითვლება საქართველოს მფარველად და არაერთი შემთხვევა ყოფილა ხილულად რომ უნახიათ წმინდა გიორგი ესე იგი ბრძოლაში. თუნდაც ეგ შავნაბადას ისტორიაც მაგას, ეგ ხატის ისტორიაც მაგას უკავშირდება. სხვათა შორის ამას წინათ კითხულობდი ერთ-ერთ ბრძოლაში, სადაც ფრანგები გვეხმარებოდნენ, ისინი აღწერდნენ. თითქოს აი ესე მახსოვს, აი რაღაცა ესე იგი ხმაური ატყდა, რომ აიძახდნენ, რომ აი წმინდა გიორგიო და ჩვენო ვერ ხედავდითო. ჩვენს წინო კიდევ ვიღაცები იდგნენ, ზოგი ერთმანეთს მერე მხრებზე ასკდებოდაო და ისინი ხედავდნენო და აი ესე უშუალოდ თვითმხილველები, ვინც იმ ბრძოლაში მონაწილეობდნენ და კიდევ იმიტომაც ალბათ, რომ წმინდა გიორგის შესახებ ცნობა წმინდა ნინო მოიტანა საქართველოში. შენი ხო ერთმანეთს ენათესავებოდნენ, აი მაგალითად წმინდა გიორგის აღსასრულის დღე 6 მაისი ახალი სტილით. ამას მთელი მსოფლიო დღესასწაულობს, მაგრამ აი უშუალოდ 23 ნოემბერი, ანუ სინამდვილეში 10 ნოემბერი ძველი სტილით, ხო? ეს უშუალოდ საქართველოში დაწესებული დღესასწაულია, როგორც ჩანს წმინდა ნინო მოიტანა ცნობები ამის შესახებ. ბორბალზე წამება არის 23 ნოემბერიდან. თუ სადღაც დღესასწაულებენ, ესეც როგორც ჩანს აქედან არის გადასული ეს დღესასწაული. და წმინდა ნინო მოიტანა ეს ცნობები წმინდა გიორგის შესახებ და ეს ხო ჩვენი განმანათლებელია და შეგვეციოს მათი მეოხება ღვთის წინაშე. მოდი ერთი რაღაცაც იყო. მგონია საკუთარი თავის ეს ვერ წავიკითხე, თუნდაც ზომიერად მოვლა. თუნდაც ზომიერად ცოდვა ძალიან ცუდი ხედვა მაქვს ამას გძნობ, სულ ჭიდილი მაქვს საკუთარ თავში. მეშინია რომ მაინც ამ სოფლის რაღაცეები მინდება. მეშინია იმის რომ ასეთი ვარ და თავს ვერ ვცლიო. საკუთარი თავის მოვლა სულაც არ არის ცოდვა. არც საკუთარი სხეულის და არც საკუთარი სულის მithumetas, მაგრამ ყველაფერს თავის ზომიერება აქვს, ესე იგი ზომიერებას რაც ცდება ის უკვე არ ვარგა. ყველაფერს თავის წესი და რიგი აქვს. ახლა ადამიანი რო ადგება პირი რომ უნდა დაიბანოს და მოწეს რიგდეს, ამას რა თუნდა უნდა მოუაროს, რომ უნდა ჩაიცვას. მაგაში ცოდვა რა არის, მაგრამ იქ სადაც ჩვენ არჩევანის წინაშე ვდგებით, აი მე ბავშვებს თუ უნდა ვიხონ, არის რაღაცა რაც გჭირდება და არის რაღაცა რაც გვინდა, ანუ რაც არის საჭიროება და არის ჩვენი უნებების დაკმაყოფილება. მოციქული გვეუბნება, რომ თქვენ საწადელსო გულის თქმათ ნუ გაიხდით. ახლა საკვები რო გჭირდება გასაგებია, მაგრამ აი ჭამაზე რო ხარ გადასული და გულის თქმა ნება რო გაქვს რომ უნდა ჭამო, ნება რო უნდა დალიო თუ გაერთო, გართობაც არ არის, ხიარულებაც არ არის ცოდვა. თუ ის ცოდვიანი არ არის თავისთავად ცხადი. პირიქით ჩვენ სიხარულსა და მხიარულებას ღვთისაგან ვითხოვთ, არ შეხვედრი ხართ არაერთ ლოცვაში, მაგრამ ეს რაღაცა თავაშვებულობას და აღვირახსნილობას კი არ ნიშნავს. ზომიერად თუ აი ძალიან კარგია. თავსაც თუ ვლია, ესე ძალიან კარგია. მაგრამ იქ სადაც უკვე ეს ზღვარს ცდება, წრე გადასული, არაფერი არ ვარგა უკვე. ამიტომ არსებობს ღვთისმცნებები,
რომელიც ჩვენაირ როგორც ჯებირებივით ესე გვაქვს, რომ არ გადავიდეთ იმას. და ადამიანი რომ გადადის იმას, შინაგანად ხდება, რომ იმას გადააბიჯო. ახლა სიტყვაზე ვამბობ, თუ ადამიანის სიტყვაზე აქვს ამის შესაძლებლობა და სალონში წავა და მოწესრიგდება, არაფერს დააშავებს, მაგრამ თუ კვირა დილით წავა წირვის ხარჯზე, ამითი კი დააშავებს. აი გაიჩნია, შეიძლება ფიქრობს, რომ მერე დრო არ მაქვს, იმიტომ რომ მერე ხორციელი საქმეებია მოსაგვარებელი და ვერ თმობს იმ სულისთვის საჭირო დროს, რომ სულზე გამოიყენოს და აი იმასაც ხორცს ახმარს და ეს უკვე ცოდვაა და გადასულია უკვე იმ წრეს იქით არის. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის.